მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება გავიგოთ, სად ვიყავით გუშინ, სად ვიყავით 1 კვირის უკან, 1 თვის უკან, ან 1 წლის უკან, თუნდაც 2 წელი იყოს, Google Maps-ის დახმარებით. გავხსნათ Google Maps და Google Maps-ში უკვე დავინახავთ ამ ყველაფერს. გახსნის შემდეგ დააჭირეთ ზემოთ მოცემულ თქვენი პროფილის ფოტოს, ანუ ზემოთ მარჯვენა კუთხეში. დააჭირეთ თქვენ პროფილის ფოტოზე და შემდეგ აირჩიეთ თქვენი ქრონოლოგია. აქ არის თქვენი ქრონოლოგია, სადაც არის სრული ინფორმაცია ჩვენ შესახებ, თუ სად გადავაადგილდებოდით. ანუ თქვენი ქრონოლოგიის არჩევის შემდეგ აქ არის დღევანდელი ქრონოლოგია, თუ სად ვიყავით დღეს, რა მანძილი გავიარე, რა დრო დამჭირდა კონკრეტული მანძილის გავლაში და ასე შემდეგ, ანუ სრული ინფორმაცია არის დღევანდელი. ასევე შემიძლია გავიგო არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ნებისმიერი დროის, ანუ აქ ავირჩევთ ნებისმიერი კალენდარული თვის კონკრეტულ დღეს. აი მაგალითად მე ავირჩევ აქ არ მინდა თებერვალი, მოდი იყოს აპრილი, გადავიდეთ აპრილში და ავირჩიოთ მაგალითად 23 აპრილი. აქ შემიძლია ავირჩიო 23 აპრილი, რის შედეგადაც უკვე ჩამიტვირთა 23 აპრილის ქრონოლოგია, თუ სად ვიყავი 23 აპრილს, რა დრო დამჭირდა კონკრეტული მანძილის გავლაში, მანქანითამდელი ვიარე, ფეხითამდელი ვიარე და ზუსტი დროები არის ჩამოწერილი. მოგეთ ესე დამკვირვებლეთ მეგობრებო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი ქრონოლოგია და დაარწმუნდებით ამ ყველაფერში. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე ვლოგები.